არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საგანმანათლებლო საინფორმაციო კამპანიების განხორციელებას, რომლის მიზანიც გახლავთ საარჩევნო კულტურის განვითარების ხელშეწყობა, ახალგაზრდების მეტად დაინტერესება საარჩევნო პროცესებში ჩართულობასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, იმ მთავარი კომპონენტის გათვალისწინებით, რომელიც გულისხმობს თანაბარი სერვისების მიწოდებას ყველა ამომრჩევლისთვის. შესაბამისად, ამ მიზნის რეალიზებისთვის ჩვენ ვიმყოფებით ახალციხეში, სადაც შევხვდით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს და ფაქტობრივად ვისაუბრეთ ყველა იმ მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დგას დღევანდელი თანამედროვე არჩევნების წინაშე. შეხვედრებიდან მიღებული უკავშირი, ისევე როგორც ახალგაზრდების ასეთი აქტიურობა გვაძლევს ბუნებრივია მყარ საფუძველს იმისა, რომ ასეთი ფორმატის შეხვედრები მომავალში კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით გაგრძელდეს. საარჩევნო ადმინისტრაციამ კიდევ ერთი მორიგი შეხვედრა გამართა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან. გამოიჩინეს ახალგაზრდებმა ინტერესი, ჩართულები იყვნენ სომხური სკოლის მოსწავლეები, დამამთავრებელი კურსის მოსწავლეები. იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა, გაიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში და მათ გამოთქვეს სურვილი, რომ ეს არ იყოს ბოლო და კიდევ რამოდენიმეჯერ ჰქონდეთ საშუალება ჩაერთონ ჩვენ საქმიანობაში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში.